გამარჯობა მეგობრებო, დღეს ვარ სოფელი ტრაუბენბერგის სასაფლაოზე, ოღონდ გერმანიაში არა, საქართველოში. ეს არის დღევანდელი თამარისი, რომელსაც ადრე ერქვა ტრაუბენბერგი. აი ესეთი სულ ბალახში ჩაფლული საფლავები აქვს. ალბათ ძალიან დიდი ხანია, რაც აქ არავინ არ მოსულა და პრინციპში გასაგები მიზეზების გამოცდილებით. ზოგი უკვე ნადგურდება. ეს ძალიან ძველი 1886 წელს დაბადებული ადამიანი. მე გერმანული არ ვიცი, ციფრების ცნობა ვიცი და ხვდები, რომ დაახლოებით 100 წლის წინანდელი სასაფლაო. ეხლა ამოგირჩევ რომელიმე მათგანს და ვეცდები, რომ ცოტათი მაინც დავასუფთავო და დაუბრუნო პირვანდელ სახეს. ესე იგი, გადავწყვეტე, რომ ჯერ მონუმენტი გავასუფთავო თვითონ ეს ადგილი და შემდეგ უკვე გადავალ რომელიმე ერთ-ერთი სასაფლაოს გასუფთავებას. იმიტომ რომ მგონია, რომ ესეც უნდა გამოჩნდეს კარგად, იმიტომ რომ მე რომ მოვედი, ესეთი თვალში მოსახვედრი არ არის. ნუ კი, არის, მაგრამ იმდენად არა, რომ თან წარწერა არის და მოკლედ აქ მოსული ადამიანი პირდაპირ ესე თვალში მოხვდება ეს გამოყოფილი ადგილი. ესე რომ გავასუფთავებ ჯერ ამას და შემდეგ უკვე რომელიმე სასაფლაოს. გამოიწერეთ არხი, დამიკომენტარეთ, მოგწონთ თუ არა მსგავსი შინაარსის ვიდეოები. TikTok-ი გავაკეთე, სხვათა შორის, სასაფლაოს ვიდეო დავდე YouTube-ზე, ძალიან ცოტა ნახვა ქონდა, TikTok-ი გადაირია ძალიან 350,000-ზე მეტი ნახვა მოაგროვა. ასე რომ კაცი რაღაც TikTok ტრენდებზეც ეკყვებით თუ შემამჩნიეთ არ გაგიკვირდეთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ხალხს მოეწონა როგორც ჩანს ის ვიდეო. აი, მე მგონი ცოტა შევალამაზეთ და გამოვკვეთეთ გარემოდან. ეხლა მინდა რაღაცით ცდა. აი თვითონ აქ რაც არის დაწერილი, ვინაიდან დიდი ხანია არავის გაუწმენდია, კარგად არ იკითხება. სპეციალური ხსნარი არ მაქვს, მაგრამ წყლით ვცდი, რომ წყლით და ჩოთქით, რომ თან არც არაფერს დავაზიანებ იდეაში და მაინტერესებს როგორი გამოვა. ჯერ ბოლომდე არ გამშრალა და აი ხედავთ, რომ უკეთესად იკითხება წარწერა. დაველოდოთ სანამ ბოლომდე გაშრა. 2 წუთი შევისვენებ ახლა. თან მარტო ვარ წამოსული, გამლაპარაკებელიც არავინ მყავს და თქვენ დაგელაპარაკებით. ჯობია ვიდრე აქ ვიპოვო ვინმე. თან
წეღან თლიან სასაფლაოზე მარტო ვარ, მოკლედ არავინ არ არის ჩემ გარდა და დაიწყო ვიღაცამ კაკუნი რა, უბრალოდ რაღაცის კაკუნის ხმა იყო. მეთქი რა ხდება სასაფლაოზე, ვინ უნდა აკაკუნებდეს და აღმოჩნდა რომ მაინც და მაინც მაგ მომენტში მოფრინდა კოდალა და დაიწყო ხეზე რაკა რუკი. არა და კინაღამ კარი გავხსენი მე. ვინაიდან გერმანულ სასაფლაოზე ვარ, იქნებ ვინმე გერმანელმა უყუროს თან და მიხვდეს რომ თლიან ქვეყანას ხელი არ აგვიღია ევროპულ ღირებულებებზე და ჩვენი მიმართულება მაინც რომ მანდეთ არის. იქნება ამით მაინც მიხვდნენ. ბარემ შესვენებაზე შეგახსენებთ რომ გამოიწეროთ არხი და ლაიქოთ ვიდეო თუ მოგეწონებათ რა თქმა უნდა და დამწეროთ კომენტარები. უახლოეს მომავალში ვაპირებ ასევე კუკიას სასაფლაოზე სტუმრობას. იმედია რომ მანდ პოლიცია არ დამიჭერს რომ ამის ეძებო კანონსაწინააღმდეგოს. თუ მოვლენ და გამოვაწერინებ ჩემ YouTube არხს არ გამიჭირდება. ხო, ასე მითხრეს რომ კუკიაზე არის უამრავი საინტერესო ძველი და თან მიტოვებული საფლავებიო და საინტერესოდ ჟღერს ჩემთვის და ვაპირებ რომ ვესტუმრო ვნახო. ხო, არ მithქვამს რატო ვარ დღეს აქ. დღეს წამოვედი მარაბდაში, იმიტომ რომ უნდა მენახა 9 ძმა ხერხეულიძის მემორიალი და დის და დედის სასაფლაო ძველ მარაბდაში. ვნახე ორივე, მემორიალიზე ცოტა ბალახი არის, მაგრამ ამ ეტაპზე საჭიროება არ არის რომ გასუფთავდეს. ასევე ძველ მარაბდაში ვიყავი, სადაც ეკლესიის ეზოში არის ეს ორი პატარა საფლავი და იქაც ნორმალური მდგომარეობაა, მღვდელი შემხვდა, რომელმაც მითხრა რომ პერიოდულად ბიჭებს ვათიბინებ ხოლმეო, შესაბამისად არ შეგაწუხებო მოკლედ შენ. ასე რომ მე ვინაიდან ყველაფერი ინსტრუმენტები ჩალაგებული მქონდა და მზად ვიყავი რაღაც საქმის გასაკეთებლად, გამახსენდა რომ ადრე მქონდა ნანახი საიტზე, მემკვიდრეობა არის ესეთი საიტი. ჩემი მეგობრის მამამ მირჩია, სხვათა შორის რომ მან საინტერესო რაღაცებს იპოვიო და ადრე მქონდა ნანახი რომ თამარისში იყო ესეთი გერმანული ძველი სასაფლაო და მეთქი ბარემ ახლოს ვარ. შემოვიარე და იმედია რომ როგორც ხედავთ ცოტა ნაყოფიერი დღე გამოდის, ასე მგონია მე. ესე იგი, გადავწყვიტე ეს საფლავი გავასუფთავო, ვინაიდან სხვებთან შედარებით ეს უკეთეს ფორმაში ამ ეტაპზე, თან ახლოს არის და თუ ვინმე გადაწყვეტს რომ მოვიდეს და ნახოს, ან შემთხვევით მოხდება, ამას რომ დაინახოს რომ გასუფთავებულია და აქვე შეამჩნევს, თუ დაინტერესდება რომ რანაირი საფლავებიაო, აქვე იქნება გასუფთავებული ერთ-ერთი მათგანი მოკლედ. მე ეს გადავწყვიტე. თქვენ დამიწერეთ კომენტარებში, თქვენ თუ უფრო სხვას გაასუფთავებდით, შეიძლება აქ მეორედ ჩამოსვლა და სხვისი გასუფთავებაც. ეგ არის მე მგონი უცბად გალამაზდა. არც ჩანდა რომ აქ ხე იყო ამოსული, აი აქ არის დიდი ხე ამოსული და მოჭრილი. სავარაუდოდ მაგან გადაანგრია ეს კუთხე. ხო, მე მგონი ცოტა შელამაზდა და გამოიკვეთა დანარჩენი ბალახისგან. აი ესეთი გამოვიდა საბოლოო ჯამში. ეს რო არა ეს ხე, შეიძლება მე არ მეგონა თუ აქ ხე იყო, ვიფიქრე რომ გასუფთავდება ამ კუთხესაც გავასწორებ თქო, მაგრამ შეუძლებელია ეხლა რომ ამ ხის ამოღების გარეშე ეგ გასწორდეს. აბა
ვინც გერმანული იცით, შეგიძლიათ წაიკითხოთ რა წერია. კაი გამოვიდა, მე მგონი, წეღა რო ქვა გავასუფთავე. თან მით უმეტეს მოუმზადებული არ ვიყავი. რაღაც ძალიან ისეთი მანქანაში მედო, რაღაც ჯაგრისი და იმითი გავასუფთავე და ხა გაჩვენებთ, აი, გაშრა კიდევაც. აი, ასე. უკეთესად იკითხება. არაფერი არ დაზიანებულა თან, რაც მთავარია. ხო, საინტერესო იქნებოდა მისი გასუფთავებაც ეგრე. თუმცა წყალიც აღარ მაქვს. ეგ წყალის დასალევად ქონდა წამოღებული და შესაბამისად ნუ დღეს ვერ გავასუფთავებ. თუ მოგეწონათ ვიდეო, დამიწერეთ და ვეცდები რომ კიდე ჩამოვიდე და კიდე ამოვარჩიო რომელიმე. ეხლა გაჩვენებთ ერთ-ერთ საინტერესო საფლავს და თქვენი კომენტარების მიხედვით გადავწყვეტ მოკლედ კიდე ჩამოვიდე აქ თუ არა. აი ესეთი რაღაცა უფრო ჩაფლული არის აქ გვერდზე ესეთი ხე აქვს ამოსული. თანზე ჯვარი აქვს. მოკლედ დაწერეთ და თქვენი კომენტარების მიხედვით გადავწყვეტ როგორ მოვიქცე. დღეისათვის სულ ეს იყო. მე მგონი იმის კვალობაზე რომ არ ვიყავით საერთოდ მზად აქ მოსასვლელად და დაუგეგმავად მოგვიწია შემოსვლა, კარგი შედეგი მივიღეთ მაინც. გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო და შემდეგი ვიდეოებიც თქვენზე იქნება დამოკიდებული რა კომენტარებს დაწერთ და რას ფიქრობთ საერთოდ ღირს თუ არა ამ საქმის გაგრძელება.